რაღაცაში რაც უფრო მაღლა ადიხარ, სუნთქვა გეკვრება, სიამაყის გრძნობა გეუფლება, რადგან რასაც ხედავ შენი სამშობლოა. ამ ემოციების მწვერვალებიდან ნელ-ნელა რომ დაეშვები, მერე ხვდები, რომ ეს ყველაფერი მოსავლელია, გასაფრთხილებელია. იქ, სადაც ხუთჯვრიანი დროშა ფრიალებს, იქ, სადაც ქართული ჰიმნი ისმის და ქვეყნის ერთგულების ფიცი იდება. ადამიანებს კი, ვინც ამ ფიცს დებენ, განსაკუთრებული მისია აკისრიათ. დაიცვან მიწა, რომელსაც ბევრჯერ ადგინეს, რომელსაც ჯერ კიდევ მოუშუშებელი იარები აქვს და სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და ერთგულება სჭირდება. ფორმა მათთვის საქართველოა, დროშა კი ფეხზე მყარად მდგარი სამშობლოს სიმბოლო. სწორედ იმ ადამიანებზე მოგიყვებით, რომლებიც ქვეყნის და ამ სილამაზის მცველები არიან. როგორც მშობლის სიყვარულზე არ ფიქრობ, ისე არ ფიქრობდით რაღაც სამშობლოს სიყვარულზე. ეს ბუნებრივი იყო. მამაჩემთან, მამაჩემის ირგვლივ სულ ტრიალებდნენ ფორმიანი ადამიანები და რაღაცა მომწონდა ეს ყველაფერი და ალბათ თავისთავად ქვეცნობიერად ამ ყველაფერმა იმოქმედა და მეც რაღაც დაუფიქრებლად გავყევი ამ გზას. ერთი წუთით არ მინანია, რო გითხრათ სიმართლე. ერთი წუთით არ მინანია დღემდე, ხოლმე ზოგიერთის მიკვირს, რომ რაღაცა დაუფასებელი და რაღაცა მე ესე არ ვხედავ. რას ელოდები იმისგან გააჩნია, თორემ იმის მიხედვით შეგიძლია მე შეაფასო. მისი არჩევანი მამის განვლილმა გზამ განაპირობა. უკვე 24 წელია მუნდირს ატარებს და ამ პროფესიის სიყვარულით გაჯიუტებულია. სირთულეები რა თქმა უნდა ბევრი იყო, ამის დენებას და შიმშილს და წყურვილს და მსგავს რაღაცებს არ გულისხმობ. უბრალოდ კი უნდათ მაინც გადავიტანე ჩემი აზრით, რაც მახსენდება ალბათ ომის პერიოდი. 2008 წლის ომის პერიოდი გადავიტანე, იმიტომ ჩემი თანამებრძოლები ნახე ისეთ მდგომარეობაში, რაც არ უნდა მენახა ალბათ ყველაზე მტკივნეული ეს იყო ჩემთვის. ჩვენი პროფესია არის ახლოს მაგ ემოციებთან და ალბათ ეს ჩანს, თუ არა დარწმუნებული ვარ, ყველა ქართველის გულში ძგერს გული, ისევე როგორც ჩვენი. ჩემი ორი მშობელი სულ არ ყოფილა მაგალითად დედა პოლიციელი, მაგრამ ჩემზე ნაკლებად არ უყვარდა თავის ქვეყანა. ჩემი სტუდენტობა ძალიან უკავშირდებოდა, ასე ვთქვათ, სცენას. მამის მდგომარეობიდან გამომდინარე, ხა იყო მოიხსენებათ ცნობილი ანსამბლი ქართული ხმების სოლისტი და ჩემს ცხოვრებაში მუსიკა და მსგავსი, ასე ვთქვათ, სცენა და ასევე კატეგორია მუსიკოსების ბევრი იყო. ისევე როგორც ოფიცრები. ხო და ალბათ აქედან გამომდინარე ასოცირდება ეს ყველაფერი მუსიკასთან. სხვა არ ვფიქრობ. ხანგერით? ხანდახან. გაჩნია ხასიათი. ქართული ნეტობა ჩვენი თამდებია, ჩვენი ტრადიციაა და რა გასაკვირია მეც სიტუაციაში რაღაცა მუსიკით გამიფრენო თავი თუნდაც. ქვეყნის სიყვარულს აქვს საზღვარი. რა თქმა უნდა არა, სიყვარულს ზოგადად არ აქვს საზღვარი და მithometes ქვეყნის სიყვარულს. მაგალითები ბევრი აქვთ, გაუტეხელი, დაუჩოქებელი საქართველოს სადარაჯოზე მყოფი გმირების. ამ გმირების გზის ნაკვალევზე უნდა იარონ, მათთვის ყველაზე ძვირფასის სამშობლოს ღირსების შესანარჩუნებლად. თუ ქვეყნის სიყვარული არა გაქვს, ისე ამ სამსახურში ვერ იმუშავ.
იმიტომ რომ ჩვენი მესაზღვრეები თავის დასწავლ მონაკვეთს საქართველოს საზღვარს ისეულიან როგორც საკუთარ სახლს, საკუთარ ეზოს. ალბათ გულით უნდა იყო მესაზღვრე და ბუნებით სულში უნდა გეждდეს პროფესია. გარდა ამისა, მესაზღვრეობა არ არის მარტო საზღვრების დაცვა, აქტიურად არიან ჩართულები სამაშველო ღონისძიებებში. ხანძრების დროს ყოფილა შემთხვევა, რომ სამაშველო სამსახურის მოსვლამდე უკვე აღმოფხვრილი ჰქონდათ პრობლემა. აქ მათი ფეხის ნაბიჯები მარტოობას აქრობს და ყოველდღიურად სიცოცხლის კვალს ტოვებს. მაშინ როცა დამლაპარაკებელიც აღარ არის, ამ თებს ელაპარაკებიან, ფიქრებს უზიარებენ და სიმტკიცეში ეცილებიან. მესაზღვრის პროფესია გარდა რთული რელიეფისა, ასევე ძალიან სარისკოა. ქონდა შემთხვევა, როცა დამრღვევი იყო ინფორმაცია, რომ დამრღვევი გადაადგილდებოდა სახელმწიფო საზღვრის მიმართულებით, დევნის დროს დამრღვევმა სამწუხაროდ ცივი იარაღით დაგვიჭრა მესაზღვრე. ამ დროს საქმეს ჩაერთო სამსახურეობრივი ძაღლი, ეს დამრღვევი დააკავა თვითონ და შემდგომ მესაზღვრეებმა გაატარეს შესაბამისი ღონისძიებები. ჩემი პროფესიის გარეშე ჩემი ცხოვრება ნამდვილად წარმოუდგენელი მიმაჩნია და ის ცოტა პენსიამდე რაღაცა მიყიდება და არ ვიცი როგორ იქნება. წარმოუდგენლად მიმაჩნია რომ ფანჩაში გავალ და ავიაციის გარეშე არ ვიქნები, ნოსტალგია მექნება ძალიან. 39 წლის წინ აირჩია პროფესია, რომელიც შიშს აარცნობს. ვინ მოთვლის რამდენი ათასი საათი აქვს აირში გატარებული და კიდევ რამდენი ასეთი დაუვიწყარი წუთია წინ. ყველა დავალება, რომელსაც მიფრინავ, ყველა რთულია. ბესო გაბიანის მეხსიერება ბევრ მოგონებას კადრებად ინახავს. გამოწვევებით და სირთულეებით სავსე წლები, გათენებული ღამეები, რთული მეტეოროლოგიური პირობები. ეს ის წლებია, რომელიც არაერთ განსხვავებულ მისიას აერთიანებს, თუმცა მისთვის ყველაზე მთავარი, ადამიანებისთვის შენარჩუნებული სიცოცხლეა. ავიაცია მიცის ძალიან შეყვარება ავიაციაში რომ ჩააბიჯებ ერთი ფეხით всё ვერ ამახვალ აერში ხარ ფრენავ და ემსახურები საქართველოს დასტავარია და აკეთებს იკეთეს ერთად დავფრინავ და ხარ ინტერესად ერთად აუცილებლად შვილი რა თქმა უნდა ღრუბლებში ფრენის დრო ეწურება. ეს მისთვის ყველაზე რთული ეტაპია. პროფესიასთან გამომშვიდობების დარც კი ის გზა უმსუბუქებს, რომელიც მისმა მემკვიდრემ უნდა გააგრძელოს. რომ გადავწყვიტე რომ მეც ფრინავი გამختارიყავი, თავიდან არ იყო ეს მომენტი, რომ მარტივი არ იყო მოკლედ და თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე არ უნდა და მაინც რომ ფრინავი გამختارიყავი, მაგრამ რაც გავიზარდე და ნახა რომ ჩემს აზრში მტკიცებდი დექი, მე უკვე დამეხმარა კიდეც და დღეს მე ფრინავი ვარ, მამაჩემის გვერდით გავარ და ერთად ვასრულებთ რაღაც დავალებებს. სიმბოლურია, რომ პირველი ფრენაც მამასთან ერთად ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვან თარიღს დამოუკიდებლობის დღეს შეასრულა. მაშინ პატარა ბიჭი ვერც აცნობიერებდა, რომ საფუძველი ცხოვრების მთავარ არჩევანს ეყრებოდა. ბავშვობაში რაზეც ოცნებობდი და რეალურ ცხოვრებაში როცა ჩემ თავზე გამიცადე ეს ყველაფერი, ნამდვილად ერთ და იგივე ჩავთვლი რომ ოცნება ამიხდა და რაზეც ოცნებობდი ეს არის ეს ყველაფერი არის, რომ შემიძლია რომ ავფრინდეთ, სადმე წავიდეთ, რამე დავალება შევასრულოთ, ხალხი გადავარჩინოთ და ხალხს დავეხმაროთ მოკლედ. სამშობლოს სიყვარულს ვერ ისწავლი. ის დაბადებიდან სისხლშია გამჭდარი. ასე დაბადებიდან უყვართ მთის უმაღლესი მწვერვალიდან ზღვის კიდემდე, ქვეყნის ნებისმიერი წერტილი. ზოგისთვის მთიდან, ზოგისთვის კი საქართველო აქ, ზღვიდან იწყება. ბავშვობაში ყველაზე დიდ დროს აქ ატარებდა. საკუთარ ფიქრებს ყველაზე კარგ მსმენელს ზღვას უზიარებდა. მერე ტალღებს ყველაზე შორს, მიუწვდენელ წერტილში საკუთარ სურვილებს ატანდა და მოუთმენლად ელოდებოდა მათ ასრულებას. ასე ტალღასავით უსასრულოდ ტრიალებდა გიორგი სიორდიას ოცნებების ზღვაც. ხშირად ჩვენი სურვილები გაგვიტანებია ზღვაზე და კონკრეტულად გაგვიტანებია ფიზიკურად, ბოთში ჩავაგდებდით ნაწერს და იმ იმედით, რომ
ვიღაც წაიკითხავდა და გამოგეხვაურებოდა. ოცნებები რაც კი ჩავიფიქრე და რაც კი ბოთში მოთავს და აგვიხდა ძირითადად. ტალღებს სურვილებს ისევ ატანს, თუმცა ასაკმა მეტი პასუხისმგებლობა მოიტანა და გზავნილები უკვე სამშობლოს სიყვარულს ეხება. ქვეყნის სიძლიერე საზღვრიდან იწყება. სწორედ ამიტომ სამშობლოს ვერ უღალატა, ვერ მიატოვა და საერთაშორისო შეთავაზებების მიუხედავად მიღებული ცოდნით და დაგროვებული გამოცდილებით მშობლიურ ქალაქს დაუბრუნდა. საქართველოში დაბრუნება ჩემთვის ნიშნავდა, რომ მშობლიურ ქალაქში დავბრუნდებოდი, სადაც გავიზარდე, სადაც შემიყვარდა ზღვა, სადაც შემიყვარდა ნებისმიერი ადგილი და ჩემი სამშობლოს სიყვარული ჩემი ქალაქიდან იწყება და იმედია, რომ სხვაგან ცხოვრება არასდროს არ მომიწევს. იქ, სადაც ზღვა ჰორიზონტს ერწყმის, მათი შრომა და სიფხიზლე საქართველოს სიმშვიდის გარანტია. სოხუმზე ხომყავს. Your vessel, we are getting on board. Over. საქართველოს ისტორიაში პირველად ნატოს საზღვაო ოპერაციაში, როგორც ნატოს არაწევრი ქვეყნებს შორის, საქართველო გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ხმელთაშუა ზღვაში და რომელიც მე ვფიქრობ ძალიან საამაყოა ჩვენი ქვეყნისათვის, რომ მსგავსი სტატუსის მატარებლები ვართ. ასეთია ამბავი საკუთარ ქვეყანაზე და პროფესიაზე შეყვარებული ადამიანების, რომლებიც თავიანთი საქმით ყოველდღე ქმნიან ჩვენი ქვეყნის ისტორიას. ეს ისტორია კი დამოუკიდებლობის დღეს განსაკუთრებულად ემოციურია. ფაქტიურად ხორცესული ოცნება არის ჩემთვის აქ მუშაობა, იმიტომ რომ ის რეალობა, რაც დღეს ჩვენთვის არის, და წვლილი შეგვაქვს და აი ჩვენი წვლილით რაღაც საქმე კეთდება, ეს უფრო ძვირფასი და უფრო მნიშვნელოვანი არის იმ ოცნებაზე, რაც ბავშვობაში მქონდა. ქვეყნის და ადამიანების უსაფრთხოებაზე ზრუნვაში ხშირად საკუთარი სიცოცხლე მეორე ხარისხოვანი ხდება. სიმამაცე და პატრიოტიზმი შიშს სამარცხებს და მიზანიც სწორედ მაშინ მიიღწევა. ანუ ჩემთვის პირადად შტორმი ადრენალინი არის და არანაირ შისარიწევს ჩემში. მე მიყვარს მაგალითად სირთულეებთან შერკინება და არა, პირიქით უკეთესია. უფრო მეტი мотиваცია არის საქმის გასაკეთებლად. მონაწილეობთ ადამიანების გადარჩენაში, ადამიანებს ჯუხნით სიცოცხლეს, ეს ყველაფერია ის, რაც გვაყვარებს ამ სამსახურს და რაც გვაძლევს იმის ძალას და კიდე ენერგიას, რომ კიდევ გავაგზავნოთ მუშაობა და კიდევ მეტი კარგი საქმე და კიდევ მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ. ამ ადამიანებისთვის მაგალითი სამშობლოსთვის დაბადებული გმირების ისტორიებია, რომელზეც ჩვენი ქვეყანა დგას. ქვეყნის მცველები მუდამ იქ იდგებიან, სადაც სამშობლო სჭირდება, რადგან უმაღლესი მწვერვალიდან ზღვის კიდემდე საქართველოს დროშამ ყოველთვის ამაყად იფრიალოს. ყველა ფორმიანი ადამიანის ფიქრი არის ერთი, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორია უნდა იყოს ერთიანი. და იმაზე მეტად ძლიერი ვიდრე ალბათ ჩვენ წარმოდგენაში არის. Თქვენი საქართველო როგორია? ეხლა ვიდირებ.